ძვირფასო მეგობრებო, ისევ ბორჯომში ვარ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მე ძირითადად ბორჯომის ლიკანის სასახლეში ვისვენებდი. მე როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ისმერი ალბათ დროულის იყო, რომ მე იქ ვეღარ დავდიოდი და ლიკანის სიყვარულმა იმდენად შემაჩვია ამ ბუნებას, რომ გადავწყვიტე, რომ აი ეს ოროთახიანი ბინა მეტი დაქა და აი აქ ვარ ყველა ზაფხულს. უფრო იმან განაპირობა, რომ ამ ბაღთან დაკავშირებული იყო ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი ცხოვრების გარკვეული წლები იმ სასახლესთან, რომელზედაც მე თქვენ უკვე გესაუბრეთ. და ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ამდენი პოსტი დადეთ, ამდენმა მოიწონეთ, ამდენმა ნახეთ, ამდენმა წაიკითხეთ. ძნელი მოსასვენია, რა თქმა უნდა, ხმოხცებული კაცის მოსვენა ამ ხის განმავლობაში, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში თქვენთვის საინტერესო ამბებს ვყვები, რამე თუ მე საკმარისი ხანი გამოვიარე, 90 წელში უკვე შევედი და მალე მომავალ წელს ალბათ 90 წლის გავხდები და ბევრის მომსწრე და მნახველი ვარ. როგორც ამ ტერიტორიაზე, ისე მთელ საქართველოში, ასევე ხელისუფლებაში, ასევე საზოგადოებაში, ასე რომ მეტნაკლებად მე არაფერს სისულელეს არ ვიტყვი, გეტყვი იმას, რაც ნახეთ. თქვენ იცით, რომ მე ტყვის არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, მე სიმართლეს ვიტყვი ყველაფერს და ამდენად თქვენსაც საინტერესო იქნება. ერთი საუკუნეა უკვე, რაც მე ამ მიწაზე და დედამიწაზე და სისქვეშ დავდივარ. მე სხვადასხვა ამ უამრავ პოსტებში ამომივარდა ერთი პოსტი, კომენტარი, სადაც პიროვნებამ წერდა, რომ რომანოვების სასახლის რემონტის ხელმძღვანელი, სამშოუს ესე იგი შემსრულებელი, ვეძახით პრარაბი ვიყავი, მე, რომელმაც დავიწყე 67 წელში, 2007 წელში და ეს რემონტი თითქმის გაგრძელდა 2010 წლამდე. წინა ხელისუფლებამ მხოლოდ ამ მეფის სასახლეში 2 წელიწადი დაჰყო, რომ რატომ ღაც და მე ამას ხაზს უსვამ, იმიტომ რომ ამ არაჩვეულებრივად შესრულებულ სამუშაოს ესე იგი ვიღაცამ წეხლი იქნა და თუ ეს სასახლე ხელისუფლებამ გარემონტა, მაგაზე ახლა სააკაშვილი თავის ჯიბის ფულს არ დახარჯავდა და ბიუჯეტიდან იქნებოდა ალბათ გაღებული ის თანხა და ეს ბიუჯეტის უზარმაზარი თანხა, რომელიც ამ შენობის აღდგენას და ამ შესანიშნავად ჩატარებულ რემონტს დასჭირდა, რატო უნდა გადაყრილიყო 2 წელიწადში წყალში. მე მოგახსენეთ, რომ დაახლოებით 2012-13 წლებში მე უკვე ჩამოვედი, ალბათ შეიძლება 2003 წელში ალბათ, რომ ეს იატაკები და ეს შიგნითა ქონება ძირითადი რაღაც ახლა ის უნიკალური ნივთები კი არა, მაგრამ დანარჩენი ინვენტარი რაც იყო, იქ ყველაფერი გამოყრილი იყო და ბალკონებზე იყო დაყრილი.
აქ ახლა ქარიც იცის და წვიმაც იცის და თოვლი იცის და ეს ყველაფერი ამ ღია ბალკონებში იყრებოდა და ათოვდა და თითქმის ყოველდღურად ჩამოდივარ მე ამ ჩემ სახლში და რო არ ნახო ის ორჯერ სამჯერ არ გავიარო და არ დავხედო ისე არ მიშედებოდა გული და მე ხედავდი როგორ ხელსა და ხელშუა ნადგურდებოდა ეს გონება და მე იმიტომ მივმართავ ხელისუფლებას რომ თუ მაგალითად მე ახლა ასე არ დაუპირისპირდებოდი ამ ხელისუფლებას და არ დავიწყებდი ამაზე დავას რომ თვითონ ხელისუფლება არ ედგეს ამას სათავეში და ის არ ავლენდეს იმ უარყოფით მხარეებს, რომელიც თავიანთმა თანამშრომლებმა, თავიანთმა შერჩეულმა ადამიანებმა უღალატეს სამშობლოს და გაიტაცეს მილიარდობით ფული და წაიღეს სადღაცას და დამალეს და დღეს როგორაც უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ძალიან კარგი თუ დაუბრუნებენ და დაუბრუნებენ და ეხლა მე თქვა ქნა რომ დახრა და არ არსებობს და ნაწილობრივად უნდა გაიზიარონ ის დანაშაული რაც მათ ჩაიდინეს და სახელმწიფოს თავისი კუთილი უნდა დაუბრუნონ. ბატონო არი მე თქვენზე ძალიან დიდი რაღაც ნდობის ფაქტორი გამაჩნია. არა მარტო ეხლა, არამედ იმ კანონების დაცვაში, იმ კანონების გატარებაში, იმ კომიტეტის მუშაობის დროს, რომელსაც თქვენ ასე გულანთებულად ემსახურებოდით და ასე დიდჯად მიყავდათ თქვენი საქმე ყოველგვარი ემოციების გარეშე და ალბათ ამ სიდიჯე მიგიყვანა იმ ადგილზე, რომელზედაც დღეს ხართ და მე არ ვამბობ რომ რამეზე აჩქარდეთ და რამეზე აჩქარები გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ ამ საქმეს ახლა რომელსაც მე თქვენ გახსენებთ და პრეტენზიებს ვაცხადებ, ცოტა დასაჩქარებელი საქმეა. რომ ამ არჩევნებამდე ეგ საქმე მოესწროს, რომ სიმართლე დადგინდეს. იქნება მართალი იყო, იქნება ჩამარხული იყო, რამე იქნება ნაღმი იყო, იქნება საწამლავი იყო, რაღაც ჩადებული, რაღაცას იქნება ეძებდნენ იქა და იმიტომ დაანგრიეს ეს უნიკალური რომელიც მსოფლიოში ამისი არქიტექტურა გასული და ამისი სურათები აღიარებული ეს უზარმაზა დიდი ფრანგი არქიტექტორის პროექტით არის აშენებული და მაშინაც ესე იგი ხელოვნების ნიმუშად ითვლებოდა, როდესაც აშენდა 92-95 წლებში გასული მე-19 საუკუნეში. ამიტომ უნდა დაუძახოთ და უნდა გამოგზავნოთ აქ ადამიანები და ის ხალხი უნდა ინახოს, მე ვიმანახებ სურათი არ გადამაღებიეს, სურათი რომ ის ხალხს ვაჩვენო. და ეხლა მე ის დოკუმენტებს და ვიმივიშვებს თვალე და ეხლა თუ ის ჟურნალისტური გამოძიება რაღაცები ეხლა მაგათი მოგონილი და მაგათი რაღაცა პროვოკაციული გამოკვლევები არ მაწყობს ხო და მე მინდა რომ წყნარად დაწნარებულად დოკუმენტალურად ამოუწიოთ ეგ საქმე რა დაიხარჯა 2100 წლამდე ამ შენობის აღგეზა რა მნიშვნელობა ენიჭება სად არის ახლა ის ნივთები ის უძვირფასესი ანტიკვარები რომელსაც ბესცენდი ესა რომ იქ ავეჯი და ნივთები რომელსაც ფასი არ გააჩნია რა ის 100 არის შეტანილი რომ ღირებულების ესე იგი გარეშე შეუფასებელი აი ასეთი გრიფი აქვს ამ ნივთებს და აი მაგალითად გარედან რაც ჩანდა როდესაც მე კიდევ რაღაცნაირად წეს ურტყამდი ამ შენობას რომ რამოდენიმე გარეთა
სასახლის გარეთა მდებარე ნივთები, დედოფლის გომბეშო ბაყაყი იყო ამ კედელში შედგმული, რომლის პირიდანაც გადმოდიოდა შადრევანი. ხო, ის აღარ არის სამადგილიანი მარმარილოს სკამი იყო, ის აღარ არის ინდაურის უზარმაზარი დიდი სკულპტურა იყო იქ რატომღაც გამოფენილი, ის აღარ არის იქ ახლა რასაც ერთი შეხედვით უყურებ და არ არის, ის აღარ არის და ეხლა შიგნით რა არის მე არ ვიცი. იქ იყო არაჩვეულებრივი უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშები, ნახატები, ხო და სურათები, ფერწერული ტილოები, ხო და არის თუ არ არის, ან სად წაიღეს, ან იქ თუ არის ხო ისინი სურათებად აღარ იქნება ეხლა, იმიტომ რომ ის ნესტიანი ადგილია და ძალიან არ ვიცი ახლა შიგნით ის შენობა კედლები კიდევ არის თუ არის. ეხლა როგორც ამბობენ ძალიან ძიმე ზამთარი იქნება და დიდთოვლიანი ზამთარი იქნება. იმას ახლა თოვლი დააწვება, აუცილებლად ჩაიგრევა და აი თავმოწაწრილი ამბავი იქნება, რომ ერთი ადგილი გვაქვს, რომ სადაც სტალინი დადიოდა და სტალინი ისვენებდა იმ ადგილს, რომ ვერ მოუაროთ, როდესაც საფრანგეთში ახლა ადამიანებს კითხეს, რომ ამ მეტროს სადგურს, რომელსაც სტალინის სახელი ჰქვია, გადავარქვათ თუ არა სახელი და მოედანს კიდევ, რომელსაც სტალინის სახელი ჰქვია და მთელი უბანი და ქუჩა და მთელი ქალაქი გამოვიდა იმის საპროტესტოდ, რომ როგორ შეიძლება რომ სტალინგრადის სახელი გადავარქვათ ამას და შენარჩუნდა საფრანგეთში შენარჩუნდა და ჩვენ რა დაგვიშავა ასეთი ამ კაცმა, რომ ჩვენ ასეთი ხელი ვკრათ. გაივლის რამოდენიმე წელი, 10 წელი გაივლის, 100 წელი გაივლის, თუ გინდა ცივილიზაცია დამთავრდება ესა. ხო და მერე იმ ცივილიზაციაშიც იქნება თუ ვინმე სახელი გადაყვა მეორე ცივილიზაციას, ერთ-ერთი ხომ სტალინი იქნება, როგორც პიკასო ამბობდა და ახლა უნდა დაუჯეროთ ამ ჩერჩილი იქნება თუ პიკასო იქნება თუ შოუ იქნება თუ სხვა დიდი ადამიანები და რუზველტი და სხვა ასეთები. ხო და უნდა რაღაცნაირად შეუნარჩუნოთ ჩვენ ამ სასახლეს თავისი სახე და უნდა სასწრაფოდ დავიწყოთ მისი რესტავრაცია. ეხლა მე ლენინგრადში ვიყავი და პეტერგოფი დავათვალიერე. და ეს რა ვიცი ახლა ასეთი ლეგენდარული სხვაგანაც ყოფილვარ ევროპაში, მაგრამ მე ამხელა შენობა, მე ამხელა უზარმაზარი დიდი ქონება ერთ ადგილზე თავმოყრილი არცად არ მინახავს, რაც მე პეტერგოფში ვნახე. და ოთახიდან ოთახში რომ შედიხარ, იქ როგორი იყო ეს ოთახები, იმისი სურათი არის დაფაზე გაკეთებული და დგას შესასვლელში, რომ შეხედოს დამთვალიერებელმა, როგორ 1 მეტრო თოვლი დევს ამ დარბაზში და როგორი ცა გახსნილია, სახურავი საერთოდ არ აქვს ამ სასახლეს და ოთახების ავსია თოვლით და ნამტვრევებით და ცეცხლის დანანთები იქ და ხო და სამამულო ომი რომ დამთავრდა, მთელ ლენინგრადს დარტყმული ჰქონდა, პეტერგოფს დარტყმული ჰქონდა უზარმაზარი, რომ ქვეყანას არ ენახა, ხო და დაიწყო სტალინმა ამისი აღდგენა. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პური და მისაყოლებელი და საძებარი იყო მოსკოვში კი არა, მთელ საბჭოთა ტერიტორიას. ხო, 1600
მხატვარი იქნა ჩამოყვანილი ევროპიდან, რომელმაც აღადგინეს რომანოვების დინასტიის სურათები და ის კედლები ყველაფერი თურმე ეს შენახული ყოფილა, ევაკუირებული იყო ეს დოკუმენტური მასალა თვითონ ის რას გაზიდავდნენ იმდენ სიქედან და იმის მიხედვით აი მაგალითად მოჭრილი იყო 20 კვადრატული მეტრი, ესე იგი რაღაც უნიკალური იატაკი, პარკეტის იატაკი მოჭრილი იყო ეს ერთიანად და წაღებული რომ ის ფორმები არ დაკარგულიყო, რომელიც ამ სასახლეში იყო. და წაღებული იყო არწივი, როგორც ამათი სიმბოლო რუსების და ეს ყველაფერი ხო დაბრუნდა და ამ არწივს ერთი ფრთა აკლდა და სადღაცას იყო ალბათ გერმანიაში რომელიღაცის ესა როგორც ნიშანი ამ რუსული ღერბის ერთი ნაწილისა და სხვა და მთელი გერმანიის ეს მუზეუმები დიდი სამხედრო მოღვაწეთა ოჯახები ეს ყველაფერი გაისიძა სანამ არ მოინახა ის ფრთა ჩამოიტანეს და გაუკეთეს იმ არწივს